ძალიან საინტერესო მოხსენება გქონდათ რამდენიმე დღის წინ შეხვედრაზე და აი ამ გარდაქმნების პერიოდში გარკვეული პარალელებით გაავლეთ. მოდით ვისაუბროთ ამ პარალელებზე. სად ვართ ახლა და არის თუ არა რაიმე ისტორიული მსგავსება და რეალურად როგორ შეიძლება ეს ყველაფერი რომ აღვიქვათ უფრო მარტივად ვიდრე არის ხოლმე რეალობაში. ცოტა გაუსწრებ და ასე ვთქვათ, მსმენელმა რომ გაიგოს ვთქვათ რაზე გვაქვს საუბარი და ეხლა ვიტყვი რომ მე როგორც ისტორიკოს, არქეოლოგს ასე მგონია რომ დღეს ის რაც ხდება საქართველოში ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის და ერის ბედი არ წყდება. დღეს მგონია რომ წყდება ის მომავალი ძალთა ბალანსი, როგორი იქნება დაპირისპირებულ, ასე ვთქვათ, უნდა ვარქვათ ცივილიზაციებს შორის. ეს და რატომ მგონია? იმიტომ რომ ისტორიულადაც სამხრეთ კავკასია და პირველ რიგში საქართველო იყო სწორედ ის ტერიტორია, რომელიც ნებისმიერ ისტორიული ფორმაციის დროს იყო ნაწილი იმდროინდელი ცივილიზაციის, როცა კი არ იყო დაპყრობილი. და როდესაც იყო კიდევაც დაპყრობილი, მაშინაც ყოველთვის მიდრეკილება და უტოლვა იყო სწორედ იმ პარალელური პერიოდში არსებული ცივილიზაციასთან იმის ნაწილი რო ყოფილიყო. და იყო ყოველთვის პერიფერია, მაგრამ ვინაიდან პერიფერია იყო, ამიტომაც სხვაზე მეტად უნდა ყოფილიყო, იგივე სხვაზე მეტად ევროპელი უნდა ყოფილიყო, სხვაზე მეტად ქრისტიანი უნდა ყოფილიყო, რომ ეს თავისი ღირებულებები დაეცვა. არის ასეთი პარალელი, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მართლაც ეს, ასე ვთქვათ, არის სერიოზული გარდამავალი პერიოდი, რომელსაც გლობალური ცვლილებები შეიძლება მოიტანოს. აი რომ ავიღოთ, თქვათ, რომ შევხედოთ რუკას, მსოფლიო რუკას, 7 კონტინენტიდან მხოლოდ 2 კონტინენტია, ევროპა და აზია, რომელთა შორის საზღვარი არ გადის იმაზე ზღვებზე და ოკეანეებზე. და უკვე პირველივე რუკა, რაც დღევანდლამდე რის შესახებაც ინფორმაცია შემოგვენახა, ეს არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნის პირველი ნახევრის ფილოსოფოსის, ასტრონომისა და გეოგრაფოსის მიერ შედგენილი რუკა, სადაც 3 კონტინენტია მოცემული: ევროპა, აზია და აფრიკა, რომელსაც მაშინ ლიბიას ეძახდნენ და აი აფრიკასა და აზიას შორის გამყოფად მოცემულია ნილოსი მდინარე, ხოლო ევროპასა და აზიას შორის ფაზესი, რომელიც იყო ან ჭოროხი, ან დღევანდელი რიონი. ასე თუ ისე ქართველური ტომებით დასახლებული ტერიტორია, იქ სადაც აი მაგ პერიოდში უკვე არსებობს კოლხეთის სამეფო და აი ეს გახლავთ სწორედ ის პერიოდი, როდესაც იწყება ბერძნების მიერ შავი ზღვისპირეთის კოლონიზაცია და არის ამდენად არის კოლხეთი არის უკიდურესი აღმოსავლეთი გავრცელება
სწორედ ბერძნული ცივილიზაციის. მაგრამ აქ თქვათ განსხვავებით ჩრდილო შავი ზღვისპირეთის ქვეყნებისა, სადაც რეალურად ასე ვთქვათ მაინც მშვიდობიანი არ იყო ეგ პროცესი, იმიტომ რომ იმ ტერიტორიაზე ეგრეთ წოდებული სკვითები იყვნენ მაშინ ეს მომთაბარე ტომები და ამიტომ მათ ეს თავისი კოლონიები უნდა დაეცვათ. აი ჩვენთან ძალიან საინტერესო არქეოლოგიური გათხრები იქნა ჩატარებული კობულეთან ახლოს ფიჭვნარში, სადაც ეს ქართულ-ინგლისური ხანძლივი პროექტი იყო, სადაც აღმოჩნდა სამაროვანი სწორედ აი ადრეული ანტიკური ხანის, სადაც თითქმის ერთმანეთის გვერდით არის კოლხის და ბერძენის სამარხი და ეს არქეოლოგიური მასალით მშვენივრად ჩანს და ხედავ რა აი კოლხია, აი აქ ბერძენი, გვერდით ბერძენი. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ თქვათ აი სხვა სახის კოლონიზაცია იყო, ეს უფრო იყო თანამშრომლობითი და რაღაცა დონეზე თქვათ ის შემდეგ უკვე დემოკრატია, რომელიც იბადება პირველი დემოკრატია, ბერძნული ათენური დემოკრატიაც, აი მისი ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას, რომ აქაც აი ამ სახის, ეხა ეს ძალიან ხმამაღალი სიტყვა, მაგრამ შეიძლება რომ ამაზე მაინც გამოითქვას ვარაუდი, რომ აი იმ სახის დემოკრატია არსებობდა უკვე კოლხეთის ტერიტორიაზე, ანუ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ეხლა შემდეგაც კი აი შემდგომი პერიოდიც ხო, ის რაც ქრისტიანობას ხო, აი ქრისტიანულ ხანაშიც ქრისტიანობა კიდევ ვიცით რომ საფუძვლად აედო საერთოდ შემდეგ თანამედროვე დემოკრატიაც არის საფუძველი სწორედ ქრისტიანობიდან მოდის და ადამიანის უფლებები, მისი ღირებულებები, სხვა ერების მიმართ და ეთნოსების მიმართ თუ რელიგიების მიმართ შემწყნარებლობა, ის რაც ფაქტობრივად აი დღევანდელ დასავლეთში მარტო მეორე მსოფლიო ომის მერე დაიწყო თქვათ სერიოზული ძვრები ამ თვალსაზრისით, უკვე პირველივე ძეგლი, რაც გვაქვს წერილობითი შუშანიკის წამება, აი უკვე იქ ჩანს იაკობ ცურტაველის მთელი სიმპათიები ბუნებრივია არის სწორედ შუშანიკის მიმართ, რომელიც არის სომეხი, რომელიც არის ქალი, რომელიც სხვათა შორის შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად არის პირველი ფემინისტი ქალი არის პირველი, რომელიც სარკასტულადაც ესაუბრება თავის ქმარს ვარსკვლავს, როდესაც ყოფილა მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პურია, როდესაც ასე ვთქვათ შესარიგებლად რო ეძახის და გარდა მაგისა, რომელიც აი თავისი მრწამსის გამო უარს ამბობს როგორც თავის მეუღლეზე, ასევე თავის სიცოცხლეზე. და ეს აჩვენებს სწორედ იმას, რომ ასე ვთქვათ, აი ეს უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ადგილი, რაც უძველესი დროიდან ეჭირა საქართველოს, რომ დღესაც იგივე ვითარება აქვს და იგივე გრძელდება. აი დღეს ხომ ძირითადად რით არის დაპირისპირებული ეს ასე ვთქვათ ორპოლუსიანობა დღევანდელი მსოფლიოსი რითი არის განპირობებული. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არის ნავთობური და არანავთობური ეკონომიკის მქონე ქვეყნები
ხოლო რელიგიური და კულტურული ფართოგაგებით თვალსაზრისით არის ისლამური და ქრისტიანული რელიგია. ერთადერთი ადგილია მთელს ევრაზიის კონტინენტზე, სწორედ სამხრეთ კავკასია, სადაც ეს ორივე ფენომენი, გულისხმობ ეკონომიკურის და კულტურულის, რომ ერთმანეთს ხვდება აქ. ანუ რაც გულისხმობ, რომ ისლამური აზერბაიჯანი, რომლის ეკონომიკა დაფუძნებული არის ძირითადად სწორედ ნავთობპროდუქტებზე, გვესაზღვრება ჩვენ საქართველოს, რომლის ძირითადი კულტურული ღირებულება სწორედ ქრისტიანობაა და რომელსაც არ აქვს ასეთი შეზღუდული რესურსები და აქვს დივერსიფიცირებული ეკონომიკა. შესაბამისად, თუ სადმე არის ასაგები ხიდი აი ამ ორ სამყაროს შორის, ეს არის სწორედ აქ სამხრეთ კავკასიაში და ღვთისმსხალობით ძალიან კარგი ახლო და მეგობრული დამოკიდებულება არის ჩვენ სერბებს შორის და ეს ხიდი სწორედ აქ შეიძლება რომ აიგოს. მათ შორის საქართველოს თუ დაუკვირდებით, რა დაკვირვება უნდა, მარტივად რუკას თუ შევხედავთ, თვითონ კავკასიაში საქართველოს კიდევ განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, იმიტომ რომ ერთის მხრივ ესაზღვრება სხვა როგორც პოლიტიკურ ერთეულებს, ასევე სხვა ეთნოსებსაც, თითქმის ყველას და ამ თვალსაზრისით გამაერთიანებელ როლს თამაშობს, მაგრამ მეორე თვალსაზრისით, იმიტომ რომ აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის საკმაოდ დიდი ნაწილი უჭირავს და ზღვა თუ არა, ფაქტობრივად არის ევროპა. ეს ურთიერთობები, ახლა ჩვენ თუ ლაპარაკობთ მომავალზე, ეს მომავალი ურთიერთობები ისევ და ისევ, როგორც ყოველთვის მთელი ისტორიის მანძილზე, განპირობებული იყო სწორედ ეკონომიკური ურთიერთობებით, შორმანძილიანი სავაჭრო ურთიერთობებით. საერთოდ საერთაშორისო ურთიერთობა სხვა არაფერი არ არის, მაგის საფუძვლად დევს სწორედ ვაჭრობა, შორმანძილიანი ვაჭრობა და მთელი გეოპოლიტიკა მაგით განისაზღვრება. და ამიტომ ახლა ჩვენ ვართ სწორედ იმ ეტაპზე, როდესაც უნდა გადაწყდეს მომავალი მსოფლიო გეოპოლიტიკური ახალი გეოპოლიტიკური რუკის თარგი რა ქვია გაჭრა ხდება, სწორედ თარგის შექმნა ხდება, სწორედ ახალი გეოპოლიტიკური რუკისა და ძირითადი ადგილი არის სწორედ ეს საქართველო, ანუ სად გაივლება საზღვარი ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის, სად გაივლება საზღვარი სწორედ ეკონომიკური თვალსაზრისით, აი ნავთობურ და არანავთობურ ეკონომიკაზე დაფუძნებულ სახელმწიფოებს შორის და ეს არის სწორედ აქ. ის, რასაც ცდილობს რუსეთი, არის რომ ბუნებრივია სწორედ აი ამ მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელობისა საქართველოს რუსეთი ცდილობს რომ კონდეს გავლენა საქართველოზე, მაგრამ ის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები აი მაგალითად ჩინეთიდან ევროპაში აი შუადერეფანს რასაც ეძახიან, ის ვერ გაივლება აქ, ვერ გაივლის აქ, თუ საქართველო არ იქნა ევროპის ნაწილი სწორედ კულტურული თვალსაზრისით და თავისი დემოკრატიული წყობით. არის პარალელი არსებობს ძველ პერიოდში, ეს არის ბრინჯაოს ხანიდან რკინის ხანაზე გადასვლის პერიოდი, რამაც მოიტანა
ძალიან სერიოზული ნგრევები, რაღაც სახელმწიფოების განადგურება, ნადგურდება მაგალითად ხეთების იმპერია, მიკენური სახელმწიფოები, ეს არის დაახლოებით 1200 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე, აი პირველი ნულოვან მსოფლიო ომსაც ეძახიან და ვეძახები აბსოლუტურად იმ მეცნიერებებს, რომლებიც ტროას ომს ეძახიან ნულოვან ომს, რომელიც სწორედ მაგ დროს ხდება, მაგ დროს ეგრეთ წოდებული ზღვის ხალხების შემოსევები არის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ორჯერ ეგვიპტესაც ეს შეესიენ და მათი შემოსევების მერე ეგვიპტე უკვე აღარ არის ის ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, რომელიც მანამდე იყო და ეს კატაკლიზმები გამოიწვია იმან, რომ მთელი ბრინჯაოს ხანის ეკონომიკა და ეს საერთაშორისო ურთიერთობები დაფუძნებული იყო შეზღუდულ რესურსებზე, რომელთა მონოპოლიზებას იყო ადვილი და ამდენად შორ მანძილზე სავაჭრო ურთიერთობების აგება. ეს ძირითადად იყო თვითონ ბრინჯაოზე, რომელიც შემადგენელი ლითონები არის სპილენძი და კალა და ვინაიდან ორივე კალას და სპილენძი ძალიან შეზღუდულია, განსაკუთრებით კალა დედამიწის ქერქში არის მარტო 2 მემილიონედი და 70 არის სპილენძი. ამიტომ მათზე იყო მთელი მაშინდელი ქსელები, სავაჭრო ქსელები აგებული იყო სწორედ ესეთ შეზღუდულ რესურსებზე. გარდა იმისა, ისეთ რესურსებზეც, რომელიც უშუალოდ ელიტასთან მიდიოდა, იქნებოდა ეს ოქრო თუ სპილო ზვალი თუ სხვა რაღაცა იშვიათი luxury items რო ეძახიან, აი სწორედ ფუფუნების საგნები. მაგრამ როდესაც ხდება გადასვლა უკვე რკინის მეტალურგიაზე, უფრო სწორედ ფოლადზე, რომელიც კონკურენციას უწევს ბრინჯაოს თავისი სიმყიფით და რკინა კიდე მოიპოვება ფაქტობრივად ყველგან, იმიტომ რომ რკინა რაოდენობრივი თვალსაზრისით დედამიწის ქერქში საერთოდ არის 50,000, ფაქტობრივად ყველგან არის. ბუნებრივია რომ ვალდება ფასი იმ ბრინჯაოს შემადგენელ ლითონებზე, კალაზე და სპილენძზე და ის მაშინდელი იმპერიები, რომელთა ძალაუფლება და რომელთა ფუფუნებაც დაფუძნებული იყო სწორედ ამ შეზღუდული რესურსებით ვაჭრობაზე, აი ეგ არის ძირითადი, რამაც გამოიწვია სწორედ ეს საშინელი კატაკლიზმები, რაც მოხდა დაახლოებით 1200 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ნადგურდება აი მაშინდელი მართლაც მაღალი ცივილიზაციები, სადაც კი იყო ეს ქალაქ-სახელმწიფოები, ძირითადად ეს არის წინა აზიის, დასავლეთ წინა აზიის და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ტერიტორია. და ამან გამოიწვია იგივე ზღვის ხალხებიც, ისინი კი არ იყვნენ რაღაცა თქვათ გაღარიბებული ადამიანები, რომლებიც თქვათ თავისი სარჩოს მოსაპოვებლად იქცნენ ასეთ ბანდიტურ დაჯგუფებებად, ასე ვთქვათ. არა, რაც სხვათა შორის ზოგს გონია, რომ მართლაც იმ პერიოდში არის გვალვების პერიოდია, რომ იმიტომ რომ გვალვები იყო, ამის გამო ხდება ვითომ ასეთი ამ ზღვის ხალხების კონგლომერატის შექმნა. არა, ესენი იყვნენ ზუსტად ისინი, ვინც ჩაბმული იყვნენ სავაჭრო ვაჭრობა იმაში, საერთაშორისო ვაჭრობაში, იმიტომ რომ ისინი მოდიან და თავს ესხმიან თავისი გემებით.
ეხლა მშიერ-მწყურვა და გავალტაგებულ ადამიანს გემის აშენება ხო და ფაქტია რომ ესენი იყვნენ რომ დაინახეს რომ აი კინოზე გადასვლას მოაქვს მათი რეალურად რაზეც არის დაფუძნებული მათი წარმატება ხო ანუ მთელი მათი ეკონომიკა ამას მოაქვს სწორედ მომავალში ესეთი კატაკლიზმები შეიძლება გამოიწვიოს ამიტომ და საინტერესო რამ არის რომ არის ფრესკები ეგვიპტური ფრესკები შემორჩენილი სადაც ჩანს ამ გემებზე ოჯახებით არიან წამოსულები ეს იყვნენ ზუსტად ის ადამიანები ვინც მანამდე აი ამ შორმანძილიან საერთაშორისო ვაჭრობაში იყვნენ ჩაბმულნი და სწორედ ეგენი იყვნენ ძირითადად ის დამანგრევლები და ისინი ვინც შეესწრიან მაშინდელ ცივილიზებულ ქვეყნებს და აი ქალაქ სახელმწიფოებს დღეს რეალურად ჩვენც ამ ეტაპზე ვდგევართ აი წარმოიდგინეთ რომ და ეს ხდება სწორედ 2008 წელს ყველას რო გაგვიკვირდა რომ რა ხდება ნეტა რატომ ასე ვთქვათ თითქოს და დემოკრატიას დემოკრატიის შენებულობაზე ქონდა გაცხადებული რუსეთს რომ ააშენებს აქ დემოკრატიას თავის ქვეყანაში და რაღაცა და უცბად არა ვთქვათ ამ არეულობას ყოველთვის ცდილობდა მაგრამ ასეთი რომ ტანკებით და თვითმფრინავებით დაეწყო ომი საქართველოში რაღაცნაირად მთელი მსოფლიო იყო გაკვირვებული. მაგრამ ეს იმავე პერიოდში უკვე ხდება გაცხადებულად ხდება რომ მსოფლიო გლობალური დათბობის გამო უნდა გადავიდეს ალტერნატიულ ენერგიებზე და უკვე რეალური ნაბიჯების გადადგმა ხორციელდება. სრულიად ბუნებრივია რომ რუსეთი რომლის ეკონომიკის დიდი ნაწილი აი წარმოიდგინეთ საერთაშორისო ვაჭრობის 30-დან 50%-მდე შემოსავალი რუსეთს აქვს სწორედ ნავთობპროდუქტებიდან. და როდესაც და ეს კარგად ვიცით ჩვენ რომ როდესაც სხვა ალტერნატიული წყაროები ჩდება, მაშინ ფასი დავარდებოდა ბუნებრივია გაზზე და ნავთობზე და ეს გამოიწვევდა სწორედ იმ ავტოკრატიული რეჟიმის, არადემოკრატიული რეჟიმის ზრდვა, რომელიც არის რუსეთში და მისი აი ამ რეჟიმის გაგრძელების საშუალება გახანგრძლივების არის სწორედ ომები, ომების დროს უფრო მეტი ნავთობიც იყიდება ერთი თვალსაზრისით, მეორე თვალსაზრისით ეკონომიკაც მთლიანად გადადის საომარ რეჟიმზე და მოხდა კიდევაც ხო, ძველი მიტოვებული ქარხნები ამუშავეს და ფაქტობრივად თავისი ხალხი ამიტომ თვითონ ჩვეულებრივი რუსებიც არ არიან თქვათ ეკონომიკურად ჯერ არ არის მისული იმ დონეზე რომ ამან შიდა რაღაცა რყევები გამოიწვიოს ქვეყანაში და ასევე დასავლეთიც უკვე ის თანხები რაც უნდა წასულიყო იგივე მასიურად ალტერნატიულ ენერგიებზე გადასვლაზე ის თანხები მცირდება, იმიტომ რომ ეხლა უკვე დასავლეთიც უკვე ხარჯავს თავის სახსრებს უკრაინის შეიარაღებაზე და თვითონ ასე ვთქვათ თავისი სამხედრო პოტენციალის უფრო გაზრდაზე, ვინაიდან რეალური საშიშროება გამოჩნდა პუტინის რუსეთის ასეთი ნაბიჯებით. და აქ არის კიდევ რომ
ეშინია იმ ვირუსისა, ასე ვთქვათ, დემოკრატიის ვირუსისა, რომ არ შეიჭრას და ამიტომ უნდა რომ შექმნას ბუფერული ზონები, აი უკრაინის ომი ფაქტობრივად ეგ არის, რომ მას სჭირდება რაღაცა ბუფერი, იმიტომ რომ უშუალო მოსაზღვრე თუ იქნება მართლაც დემოკრატიული საბაზრო ეკონომიკაზე მდგომი ქვეყნისა, ის ვირუსი დემოკრატიის ადვილად შეიჭრება და სწორედ მის რუსეთის აი ამ ავტოკრატიულ რეჟიმს დაანგრევს.